1998 წლის 7 მაისს ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გაერთიანება შედგა. იმ დროს პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი, გერმანული Daimler-Benz და ამერიკული Chrysler Corporation-ი გაერთიანდნენ, რომელიც მედია მონათლა როგორც გაერთიანება თანასწორთა შორის. Daimler-Chrysler-ის მიზანი გლობალურ ბაზარზე პოზიციების გაძლიერება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა, პროდუქტების ხაზის გაფართოება, ტექნოლოგიური სინერგიულობის გაზრდა და ახალი ბაზრების ათვისება იყო. გაერთიანების შედეგად შექმნილი ახალი კომპანია მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა, რომელიც 400,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. თუმცა მალევე მოხდა ისე, რომ ამერიკულ და გერმანულ კომპანიებს შორის გამოიკვეთა როგორც კულტურული განსხვავებები, ასევე მენეჯმენტის სტილის შეუთავსებლობა. Daimler-Benz-ის მკაცრი და ფორმალური მენეჯმენტის სტილი ვერ შეერწყა Chrysler-ის მეტად მოქნილ და ინოვაციურ მიდგომებს, რამაც ეფექტიან თანამშრომლობასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას ხელი შეუშალა. არც ფინანსური შედეგები იყო დამაკმაყოფილებელი, რადგან ჯერ Chrysler-ის მოგება შემცირდა. მოგვიანებით კი კომპანიამ $1,2 მილიონიანი ზარალიც დააფიქსირა. ამ ყველაფრის ფონზე გაერთიანება, რომელიც წარმატებისთვის იყო განწირული, ისტორიაში დიდ ფიასკო ჩაიწერა. 2007 წლის მაისში Daimler-Chrysler-მა კომპანიის 80%-იანი წილი ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Cerberus Capital Management-ზე გაყიდა, ხოლო დარჩენილი 20%-იანი წილი გერმანულმა ავტომწარმოებელმა შეინარჩუნა, რაც კომპანიის ახალ სახელზე აისახა და დღეს Mercedes-Benz Group AG-ის სახელით არის ცნობილი. კომპანია საჯაროა, ხოლო მისი უდიდესი აქციონერები ჩინური BAIS გრუპი, ასევე ჩინური ჯილი და ქუეითის საინვესტიციო ფონდი არიან. კომპანიის შეფასება $48 მილიარდ აღწევს.